ციტრუსებს შორის კუნკვატი ერთ-ერთი გამორჩეული მცენარეა. დასავლეთ საქართველოში უფრო იცნობენ ვიდრე აღმოსავლეთში. დასავლეთში ეზოებშიც აქვს, აფხაზეთში განსაკუთრებით ჰქონდათ დიდი ხეები, ალბათ ახლაც არის იქ. სუბტროპიკული მცენარეა, ჩინეთი, იაპონია მისი სამშობლო. ჩვენ აქ აღმოსავლეთში, თბილისში, მის შემოგარენში, როგორც ოთახის მცენარეს ისე ვიცნობთ. არ უყვარს ზამთარში სიცხე, თბილ ოთახში არ იზამთრებს კარგად. ჩვენ კუნკვატებს ვაზამთრებთ გაუთბობელ სათბურში. და წელიწადის ამ დროს მარტის თვეში კარგად ასხია ხოლმე და მწიფს. მთელი ზამთარი ასხია, აგვისტოში, ივლისის ბოლოს ყვავის და შემოდგომიდან მოყოლებული მთელი ზამთარი და გაზაფხულზე აქვს ლამაზი ნაყოფები. კუნკვატი სავსეა, ყველა ლიმონს, პორტოხალს, ყველა ციტრუსს, რაც კი ვიცით, მასთან შედარებით 10-ჯერ მეტი აქვს C ვიტამინის შემცველობა. ერთადერთი ციტრუსია, რომელიც კანიანად იჭმება. და სწორედ მის კანშია სავსე C ვიტამინი. კუნკვატი იჭმება, რა თქმა უნდა, როგორც მთლიანად ნაყოფი, ძალიან კარგად ამოდის თესლით, თუ გაჭრილ ნაყოფში ამოიღებთ მთელ საღ თესლებს. დანით გაჭრის დროს ხშირად თესლები იჭრება. მაგრამ თუ თესლებს ამოარჩევთ, გადასარევად ითესება და კარგად ამოდის. თუმცა კუნკვატი იმყნობა როგორც ყველა ციტრუსი და უმრავლესობა ციტრუსი ტრიფოლიატის საძირეზე. იმისთვის რომ წელიწადის ამ დროს გაზაფხულზე, როცა ასეთი ცოტა C ვიტამინის შემცველი ნაყოფები, ძალიან ვიყენებთ ციტრუსის მურაბას. და ძალიან ადვილად ესე დავჭრით ჩვენს მოკრეფილ ნაყოფებს, პირდაპირ ხეებიდან ვკრებთ. მომწიფებელ ნაყოფებს ხეზე ვტოვებთ, რომ კარგად მომწიფდეს. და ვჭრით, ესე როგორც პორტოხალს ვჭრით ხოლმე. რგვალ ნაჭრებად. შესანახად არასდროს არ ვაკეთებთ ხოლმე. ესე სახელდახელოდ უცებ ცოტას დავჭრით, კანიანი ლიმონი ჩადეთ ცოტა. რამდენიმე ნაჭერი, რომელსაც მე ამოიღებთ, ლიმონის მურაბა არ ვარგა, მაგრამ ძალიან ცოტა სიმჟავეს აძლევს და ძალიან უხდება. რამდენიმე ლიმონი და რამდენიმე ტოტი პიტნა. დააყრით შაქარს და ერთი წამოდუღება წამოადუღებთ, მეტი არაფერი არ უნდა. ჩაისთან ამ გაზაფხულზე უკეთეს ადამიანი ვერაფერს ვერ მიირთმევს. კუნკვატის გახარების მსურველებმა გაითვალისწინეთ ის, რომ თუ არ გაქვთ ცივი ოთახი, გაუთბობელი ოთახი ზამთარში, მაშინ კუნკვატს ვერ გაახარებთ და არ შეიძინოთ ნერგები. უნდა გქონდეთ ან გაუთბობელი, განათებული სივრცე, სადაც მინუს ტემპერატურა ზამთარში არ იქნება. წამოდუღებულ მურაბას ჩავასხამთ შუშის გილაში. მომდევნო ერთი კვირა შეგიძლიათ ჩაისთან დაატკბოთ ჩაი და ასე მიირთვათ. გასურველია რომ ცოტა ბაღის ახალი პიტნაც ჩააყოლოთ. დაადოთ, დაახურავთ თავზე, შეინახავთ მაცივარში და უკეთეს ვერაფერს ვერ მიიღებს ადამიანი. C ვიტამინის ბომბა.